ჩვენ დაგიბრუნდით. დაგიბრუნდით და როგორც დაგკვირდით, არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს, ძალიან საინტერესო ამბავი, განსაკუთრებით გავახარებთ წიგნის მოყვარულებს და რწმუნებულებებს. დღეს საღამოს წიგნის სახლში. აბა საათ? წიგნის სახლში. აბა რომელ საათზე? საათი მართები არ ვიცით, გავიგებთ საათს. წერალთა სახლია, მაგრამ ნუ იყოს წიგნის სახლიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წერალი და წიგნი რა წიგნის თქმა უნდა. მოყვარულთათვის ახალი წიგნის პრეზენტაცია. საათაური მომწონს ძალიან, აბა თქვი? მეც აი გიჟდები საათაურზე. აბა როგორ არის? აღარ გახსოვს. თუ გაბედავ, წამოდი. როგორ არ მახსოვს. მაშა ასე სტუმარი ყავს ავტორი სწორედ ამ წიგნის, რომელიც პარალელურად წერას ახერხებს იტალიაში, სხვათა შორის ის არის ჩვენი საელჩოში, ჩვენ საელჩოში საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი სტატუსს ითავსებს წერასთან ერთად. ალბათ რთულია სხვათა შორის ამ ორი საქმის შეთავსება დარწმუნებული ვარ, თუმცა ადამიანს როდესაც გინდა გაუზიარო შენს მკითხველს, შენს თანამოაზრეებს შენი ნაფიქრი, ამას მაინც მოახერხებ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, ნუკა გაგუა დღეს ჩვენი სტუმარი. აი ამ საოცარი სათაურის უკვე რომ ეს მოიფიქრა. მე პირადად გავგიჟდები რომ არ გავიგო რა თუ გაბედავ წამოდი. რას ნიშნავს? მოდი არ ვიცი რა ფორმულირებით უნდა დაგისვათ ეს კითხვა. რატომ ეს სათაური თუ რა ხდება წიგნში რომ ეს სათაური მოიფიქრე? დიდი მადლობა, ესე იგი ესეთი წარდგენისთვის, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა არის, თუ გაბედავ წამოდი, სანამ მოვიფიქრებდი რაღაცა, ბევრი შესაძლო ვარიანტი არსებობდა ამ წიგნის სათაურის, მაგრამ მინდოდა რომ ესეთი ყოფილიყო, რომ მკითხველისთვის ასე ვთქვათ, ყური მოეჭრა და რაღაცა დამახსოვრებოდა. გამოგივიდათ პატივ. ძალიან მიხარია. მაშინ მოდი დავიწყოთ იმით თუ რაზე მოგვითხრობთ, რა ხდება წიგნში, რა არის თემა მთავარი? რა არ ხდება? ეს მხატვრული ლიტერატურა. ეს არის მხატვრული ლიტერატურა, უბრალოდ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ წიგნი ყოფილიყო მაქსიმალურად შემეცნებითი. მე ზოგადად ძალიან მიყვარს მოგზაურობა და რაღაცა მოხდა ისე, რომ მომიწია მოგზაურობა მექსიკაში, ბრაზილიაში და ასე შემდეგ ქვეყნებში, ლათინური ამერიკა. სადაც ჩვენ გვიჭირს მოგზაურობა. კი, რომელიც არის განსაკუთრებული. ისევ და ისევ წიგნებით. ისევ და ისევ წიგნებით, კი და რაღაცნაირად აი მწერლები ხო ზოგადად ცოტა ალტრუისტი ხალხი ვართ და მინდოდა რომ ეს რაც მე განვიცადე, რაც მე ვნახე, როგორც შევიყვარე, მინდოდა რომ ჩვენი პატარებისთვის ასეთივე სიყვარულით, ასეთივე სითფოთი გადმომეცა და ძალიან მიხარია თუ ეს გამომივიდა, ამას ახლა თავად რა თქმა უნდა მკითხველი განსჯის და შეაფასებს და რა ვიცი დავამოწმები პატარებისთვის. დიახ, მე ვწერ პატარებისთვის, თუმცა ასევე მაქვს ერთი რომანი დაწერილი, რომელიც არის ჩემი წინაპრების შესახებ, პარალელური ნაპირი ქვია. არის ჩემი ოჯახის ნამდვილ ამბავზე აგებული და ხო, კი. რომელიც ტრაგიკული. რომელიც არის ძალიან ტრაგიკული და აღარ ჩავუღრმავდები ახლა რაღაცა მხიარულ ნოტაზე. თუმცა კი, ძირითადად ბავშვებისთვის წერ, იმიტომ რომ მგონია რომ აი სწორედ ამ გზით ყოველთვის მაქვს შესაძლებლობა რომ დავუბრუნდეთ ჩემს ულამაზეს ბავშვობას და რაღაცა არ დავკარგო ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ჩემი ბავშვობა ქვია. საერთოდ თუ გაბედავ წამოდის ცოტას დავამატებდი, მე მგონია რომ ყველა მოგზაურობა, იქნება ეს სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე თუ სხვა პლანეტაზე, იწყება საკუთარ თავში მოგზაურობით. სხვათა შორის არა მხოლოდ მოგზაურობა ამის პირდაპირი გაგებით, არამედ როდესაც შენ ახალ მოგზაურობა შენ თავში რაღაც ან ახალი შემეცნებას იწყებ, ან რაღაცა ახალი გზა გინდა იპოვო, ან რაღაცა მნიშვნელოვანი აღმოაჩინო შენში. ეს თავისებური მოგზაურობაა და ამას გამბედაობა უნდა. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის სჭირდება გამბედაობა, რომ გადადგა პირველი ნაბიჯი, აღმოაჩინო, წახვიდე, დაუშვა შეცდომები, გაიმარჯვო, მაგრამ კონდეს შენი ამბავი და გაბედო ის, რომ გააკეთო ის, რაც გინდა და როგორც მიგაჩნია შენ სწორად რომ გააკეთო. და ეს ფიზიკურ წამოსვლას გულისხმობს სათაური ამ წიგნში, ანუ აქ არის რეალურად
დიახ. ალბათ ყავთ გმირები, რომლებიც მოგზაურობენ, ხო? მყავს გმირები, რომლებიც მოგზაურობენ, თუმცა სანამ ეს გმირები დაიწყებენ მოგზაურობას, წიგნი იწყება ეს, რომ პატარა გაბრიელა, რომელსაც, რა ვიცი, ის აწოლში მიართმევენ ხოლმე საუზმეს, ხელჩაკიდებული დაყავთ მშობლებს, პირველად მის ცხოვრებაში გადის სასეირნოდ მარტო. გოგონა. გოგონა, დიახ, გაბრიელა, მექსიკელი გოგონა. და აი ეს ტექსტი აქვს გაბრიელას, რომ სულ მშობლებიო მეუბნებიან, რომ უნდა ვიყოთო დამოუკიდებლებიო, გაბედულებიო და როდის უნდა ვისწავლოთ დამოუკიდებლობაო, თუ ჩვენ არასდროს გვაქვს სივრცე იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებლებიო. და ასევე წუხს იმაზე, რომ აიო როგორ უპრობლემოდ შეუძლიათო რომ უფროსებსო იცხოვრონო, მაგრამო აუცილებლადო დაივლიანო და აუცილებლად გამოიძებნიანო საკუთარი თავისთვის რაღაც პრობლემასო. კი. და აი არის ისეთი აქცენტები ამ წიგნში, რასაც ფიქრობ, რომ აი უფროსებმაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ესაც რომ ჩვენ შვილებს წაუკითხავთ ამ წიგნებს და შვილიშვილებს, ჩვენც უნდა აუცილებლად. იტალიაში რამდენი ხანია რაც ასული? ერთი წელია, რაც მუშაობ იტალიაში, საქართველოს საელჩოში, თუმცა მანამდე 16 წელი მუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. ამიტომ მოგზაურობა თქვენთვის ახალი ხილი? ახალი ხილი არ არის, დიახ, ახალი ადამიანების გაცნობა, მოგზაურობა ჩემთვის ძალიან ისეთი. მე რამდენი წიგნია ეს საბავშვო? ის არის საბავშვო წიგნი, ანუ რიგით, რომელიც დაიბეჭდა, ეს არის მესამე, თუმცა აი ახლა ხან ზუსტად კეთება ილუსტრაციები ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნის, რომელიც უკვე ითარგმნება და თარგმნის ძალიან ცნობილი თარჯიმანი და მეცნიერი გაგა შურღაია იტალიურად. წიგნს ქვია სტელა. სტელა იტალიურად ნიშნავს ვარსკვლავს და მოკლედ სტელა დაიბადა ორჯერ. ეს ორჯერ დაბადებაშიც რაღაცა თავისი დიდი შინაარსი დევს. აუცილებლად გამოგიგზავნით სტელას, როდესაც იქნება უკვე მზად. და სტელა არის ვარსკვლავიც და ადამიანიც. შესაბამისად, ხო, ეს ვარსკვლავ გოგონა. ანუ უკვე თქვენი წიგნი პირველად იტალიელი მკითხველიც იტალიელი მკითხველიც მანამდეც აიყო რამე ნათარგმნი და ქონიათ თქვენ იტალიელ მკითხველთან დიახ, ჩემი თითქმის ყველა საბავშვო წიგნი ნათარგმნი არის ინგლისურად და იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, აი მაგალითად „რა ღირს მოგზაურობა მზეზე“, რომელსაც აქვს იაკობ გოგებაშვილის ჯილდო, ასევე ნათარგმნია ინგლისურად, პორტუგალიურად, იყიდება მთელ მსოფლიოში. გამოსცა Atlantic Books-მა და I'm Welcome to this World, კეთილი იყოს ჩემი მობრძანება, ერთ-ერთი წიგნი, რომელმაც ბრიტანულმა გამომცემლობამ, Western Macaulay Publishers-მა გამოსცა, ასევე მთელ მსოფლიოში არის უკვე ცნობილი და ხელმისაწვდომი. თქვენ გაქვთ შეხება უკვე საერთაშორისო მკითხველთან? კი. ქონიათ თუ არა ის შეხება უშუალოდ მკითხველთან და თუ განასხვავებთ, ან მოგვიყვებით, აი რა არის, თქვათ, ხო, აი ჩვენი მკითხველი, ინგლისელი მკითხველი, ან თქვათ პორტუგალიელი, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი კითხვა, სამწუხაროდ უშუალოდ ჯერ არ მქონია შეხება, იმიტომ რომ არ გამიმართავს. რესპონდებს ვიღებ ხოლმე, კი. აი და რა ტიპის გამოხმაურება უფროსში? იცით რა, დადებითი გამოხმაურება არის ხოლმე, მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც აი პირდაპირ ეკონტაქტები ადამიანს და პირდაპირ გიყვება რა განიცადა, როდესაც შენი წიგნი წაიკითხა. ამიტომ მიყვარს მე ძალიან პრეზენტაციები, სკოლებში სიარული, ხა იტალიაშიც ბევრი ქართველი არის და ძალიან მიხარია, როდესაც მათ ხვდები, ვესაუბრები ჩემი წიგნის შესახებ და იქ ბავშვებმა ზოგმა წერა-კითხვაც კი არ იცის, მაგრამ აი ეს თითო მარცვალი, რასაც უყვები შენი კულტურის შესახებ, რაღაცა საბავშვო ლიტერატურის შესახებ იქ ცოცხალ მწერალს ხედავენ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი კი ემიგრანტებისთვის და ჩემთვისაც ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო არის ეს ნამდვილად. ანუ შეხება, როდესაც გააქვს უცხო ქვეყანაში, შენი ქვეყნის წარმომადგენელთან, ბავშვებთან, ალბათ თქვენი მესიჯი მართლაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი გზავნილი, თქვენი განსაკუთრებულად რაღაც ლამაზად, აი ამ რაღაცა ფანტაზიით, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად უფროსებს არა გვაქვს იმის უნარი, რომ მათ ენაზე, ენის მოჩლექვით კი არა. მათ ენაზე აუხსნათ ის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და თქვენ ამის საშუალება ღმერთმა მოგცემთ და ეს მართლაც დიდი ბედნიერება.
მადლობა დიდი. მოკლედ ჩვენს ძვირფას ქართველებს და ბავშვებს ჩვენგანაც დიდი სიყვარული გადაეცით, ცხადია. როცა დაბრუნდებით იტალიაში. დიდ წარმატებებს გისურვებთ ძალიან დღეს დიდი საღამოს და რა მადლობა. თქმა უნდა ყველა მშობელს, ვისაც უნდა რომ ეს ლამაზი მოგზაურობა თავის შვილებთან ერთად გაატარონ დღეს ვეპატიჟებით მწერალთა სახლში 7 საათზე. საღამოს 7 საათზე. თქვენ კი ძალიან დიდ წარმატებებს მადლობა, გისურვებთ. ჩემო დიდი კარგო. მადლობა.